იკრძალება სიტყვები, აზრის და სიტყვის პოლიცია ამოქმედებულია. ქართულმა ოცნებამ მათდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯა ჯერ ქუჩაში დაიწყო, ახლა კი სოციალურ ქსელებში. დღეს საქალაქო სასამართლოში 23 პირის სასამართლო პროცესი არის ჩანიშნული, მათ ქართული ოცნების წევრების სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან. კანონი, რომლითაც მოქალაქეები ყავთ დაბარებული და მათ გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ, დაჩქარებული წესით 2025 წლის თებერვალში მიიღო ქართულმა ოცნებამ და ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გამოხატვის თავისუფლების არაერთ ზღუდვასთან ერთად იკრძალება პოლიტიკოსების ან თანამდებობის პირების შეურაცხყოფა. რა არის შეურაცხყოფა, რა შეიძლება ჩაითვალოს შეურაცხყოფა და ეს სასამართლომ უნდა განსაზღვროს. სანქციას რაც შეეხება, სანქცია ან 4000 ლარს ითვალისწინებს ჯარიმას, ან 45 დღიან პატიმრობას. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას სურს, რომ გააქროს განსხვავებული აზრი, არ გამორიცხავენ, რომ სულ მალე სოციალური ქსელებიც აკრძალონ და სხვათა შორის ჩვენი რესპონდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ ქართულმა ოცნებამ დღეს ყველა სასამართლო პროცესი იმის გამო ჩანიშნა, რომ მათედევიძის სასამართლო პროცესი გადაფარონ. არ არის გამორიცხული, რომ დღეს 4 საათზე მათედევიძის საქმეზე გამოცხადეს საბოლოო გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენი რესპონდენტების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს თემა ქართული ოცნებისთვის კომფორტული არ არის და სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დღეს საქალაქო სასამართლო გადავსებულიყო კრიტიკული ადამიანებით, მათი სასამართლო პროცესები ჩაინიშნა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანი ყავთ დაბარებული სასამართლოში, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. მარიამ ლაშხზე დამიწერია შეურაცხმყოფელი მესიჯი მარტში და მარიამა 4 თვის დაგვიანებით თავი იგრძნო შეურაცხყოფილად. ძალიან უცნაური ემოციური სენსორი აქვს ქალბატონს, რომელსაც ესმის მასონების ხმები, deep state-თან აქვს პირდაპირ კონტაქტი. ეს თემა არ არის სახუმარო, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ იქ, რომ ერთ დღეს ქართული ოცნება Facebook-ს აკრძალავს. ამდენი ჟურნალისტი ერთად საქალაქო სასამართლოში კოც არ უნდა ჭირდებოდეს. და მე ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ რაღაცას ფარავენ და ჩემი ვარაუდი დაიჭვით, ეს არის მათედევიძის განაჩენი. მე დავწერე Facebook-ზე სტატუსი მონამ ჩაიარა, როცა ჩამიარა მარიამ ლაშხმა და ეს სტატუსი 5 წუთი იდო, იმიტომ რომ მე ჩავთვალე რომ უფრო კარგად შემეძლო, გამომეხატა ჩემი მოსაზრება და რამოდენიმე წუთში გადავაკეთე და დავწერე ასე, რომ მარიამ ლაშხს გონი deep state-ი მე ვგონი ვარ თქო. სად ხდება, რომ Facebook სტატუსის გამო ადამიანს უჩივიან? ეს ხდება მარტო რუსეთში და ისეთ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიას ახლოსაც კი არ ჩაუვლია და რა თქმა უნდა, ძალიან დაჩქარებული წესით ცდილობენ ეს ქვეყანა გააფორმონ ქვეყანად, სადაც ადამიანები ვერც Facebook-ზე დაწერენ ვერაფერს, ვერც არ ვიცი, საჯაროდ გამოხატან მოსაზრებას. 31 მაისის პოსტია მოვასწარი ნახვა, მას კედელზე მიუწერეს, მას შემდეგ რაც დააკავეს გოგონები მისი შეურაცხყოფისთვის, კედელზე მიუწერეს, რომ მონახარო და მე ასე მაქვს გაზიარებული ეს პოსტი, რომ მონას მიუწერეს, რომ ის არის მონა და ასე ვფიქრობ, სხვათა შორის არ უარყოფ ნამდვილად. მიზანი არის ის, რომ საზოგადოებაზე მოახდინონ გავლენა, ჩაახშონ პროტესტი. სუსხავი ეფექტი აქვთ ჩაფიქრებული, ჩემთვის სულ ერთია სიმართლე გითხრათ, რა პროცედურებიც უნდათ ის გაატარონ, რაც არ უნდა გააკეთონ. მე რა თქმა უნდა თავს არ შევიზღუდავ და არანაირად არ ვაპირებ ამას დავემორჩილო. კოდექსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუდმა შეცვალა, გაამკაცრა, საბჭოთა კავშირში არის მიღებული, ანუ ჩვენი რესპონდენტები აცხადებენ, რომ გამოდის, რომ საბჭოთა კავშირში მიღებული კოდექსი კიდევ უფრო რეპრესიული გახადა ქართულმა ოცნებამ. სხვათა შორის სანქცია, რომელთა დაკავშირებითაც უკვე მაყურებელს მოვუყევი, რომ 45 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს პოლიტიკოსის ან თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, არის გამკაცრებული 45 დღიანი ვადა განსაზღვრა სწორედ ქართულმა ოცნებამ. ოცნებამ რუსეთს და ბელორუსეთს კი აჯობა ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმუმი ვადა რუსეთში 30 დღეა, ბელორუსში კი 25 დღე. მარიამ ლაშხს ვუწოდე ჭყალებში სამშობლოს მოღალატე და თანამედროვე ბოლშევიკი, რაც არის ჩემი პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიცია და ეს სრულად ემთხვევა ჩემი გამოხატვის თავისუფლებას მოქმედი პოლიტიკოსის სადმი. ითხოვენ ადმინისტრაციული ახალი
კანონის მიხედვით ან დაჯარიმებას, ან ჩემს დაპატიმრებას. ეს არის რეპრესიები და ეს უკვე Facebook პოსტებს ეხება, შემდეგ ეტაპზე ალბათ ლაიქებზე გადავლენ და საერთოდ სოციალური ქსელი დაიმსგავსება სრულად რუსეთს. თურმე თებერვალში ნინო წელოსანისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა და როდესაც აი ამ კონკრეტული თარიღის მიხედვით მოვძებდნენ ჩემი Facebook პოსტები, აღმოჩნდა რომ მისთვის მიწოდებია როგორ ნაძირალა არაქარი. ის რომ ჩვენ მათ ვაკრიტიკებთ, ზოგ შემთხვევაში ვლანძღავთ, იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად ჩვენი ბოლო იარაღი მათთან ბრძოლისთვის, ხო ერთ-ერთი ბოლო იარაღი, აი ჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ეს მათ ძალიან აწუხებთ, ძალიან აღიზიანებთ და მეორე მხრივ ცდილობენ ბევრად მნიშვნელოვანი მოვლენების გადაფარვას ამ ფორმით. აი ამ ცირკში მონაწილეობის მიღება უბრალოდ გადავწყვიტე, რომ არანაირად არ ღირს და მე დღეს სასამართლოზე ჩემს ხდომაზე არ მივდივარ, თუმცა ვაპირებ რომ მივიდე მათი დავიზის ხდომაზე. მაჩასე თუ თქვენ ხისტად გააკრიტიკებთ ქართული ოცნების მაღალჩინოსანს დაისჯებით. ასეთია ბიძინა ივანიშვილის სამართალი, მაგრამ თუ ოცნების მაღალჩინოსანი გაგაკრიტიკებთ თქვენ, ისინი არ დაისჯებიან. ასე მოქმედებს ქართული ოცნების კანონი. საქალაქო სასამართლო ყურადღების ცენტრში დღეს 12 საათის შემდეგ იქნება, სწორედ 12 საათზე არის პირველი სასამართლოს ხდომა ადმინისტრაციული წესით ჩანიშნული. პირველი ელენე ხოშტარია, ვისი სასამართლო პროცესით ჩატარდება, მას შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით არის ჩანიშნული 20 პირის სასამართლო პროცესი 6 საათამდე. დღეს გავიგებთ როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილება პოლიტიკოსების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. 45 დღიან პატიმრობას გამოიყენებენ სასამართლოს წარმომადგენლები თუ დააჯარიმებენ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მომღერლებს, მსახიობებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს.